ტრაილერების გარშემო ყრია სულ ნაგავი. ხოდა მიდიხარ ეუნები რატო ყრია მე არ დავაგდე. იგინები, იფურთხები. ჩუმა დარიან. ზოგი გეუნება რატო იგინები? ესე იგი გეხება შენ, ხო? ესე იგი მოდი და ვილაპარაკოთ. თუ შენ თვლი რომ შენ გაგინებ. აქედან გამომდინარე მე არის ჩუმა და არა ძმაო მე არ დამიგდიაო. ესე ყრია ეხლა ეს ციდან რომ არცვია მაგი ფაქტია. აი მას არავინ არ აკონტროლებს. არც ერთი მუნიციპალიტეტის ინსპექცია არ აკონტროლებს, არც გარემოს დაცვის ინსპექცია. აი ახლა ესე თვალით არ ჩანს, თუ არ გაიარია ესე ახლოში, ისე ვერ დაინახავ რო ყრია. აი ესე ყრია სულ მთელი გაყოლება, ნაგავი. ხო. ესე ეს ტრაილერების სადგომი არის, შემოვლითი გზა არის, აი იქითკენ. იქით ხარეზე მიმოვალი. გზა არის მარტყოფისკენ და ნორიოსკენ. ამ ტრაილერების წინ არის ზუსტად ის გზა. და მარტო ეს ტრაილერები არა, კიდე იქითაც არის ტრაილერები, აი ავი, მთელი გზის პერიმეტრი, თელ სიგრძეზე ტრაილერებით განან, რა ეს ავტოპარკი გაიხსნა. და მათ გარშემო ეს ყრია ნაგავი. ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას, აზრს არავინ არ ასთხოვს. თელი დღე დადიხარ, თელი დღე ფიქრობ. აკვირდები. სად რა პრობლემები არის და ზედმეტად ბევრი პრობლემებია. იმის მაგია რომ მოგვარდეს პრობლემები, რავი, რას ფიქრობთ ნეტა. სად იყურებით, რა ვიცი. მე მესმის რომ საზოგადოების იმედიც აქვს. საზოგადოება მოგაწვდის ინფორმაციას, მაგრამ გაზარდეთ შტატები, გააკეთეთ შემოვლები და მოსთხოვეთ პასუხი ყველას რა. ანუ პასუხი ყველას იმას, რომ ყველა ბიზნეს ობიექტს ქონდეს თავის სამეურნეო ურნა. რომ ისი მომხმარებელმა ნება იბოზოს და ჩაყაროს და ასწავლეთ. ქცევის წესები ასწავლეთ, ქცევის მანერები ასწავლეთ. დაგჭირდო, ამაზე რატომ არ ფიქრობთ, რატომ არ ასთხოვთ. რა ვიცი. გაიხსნა ობიექტი, ვარდებულია დადგას ურნა. თუ უსაფრთხოებას იცავს და იქ ხელს აწერს უსაფრთხოებაზე, ეგ რა უსაფრთხოებაში არ შედის დაბინძურება, მაგაზე არ აწერთ ხელს. ნარსანაგვე ორნალმა დაიდგათ. ამაზე რატომ არ ფიქრობთ, რა? ასწავლეთ ქცევის მანერები, თავხედებს.